სალამი ძვილფასო გამომწერებო ბასრი დისკუსიები გიბრუნდებათ. წინა ასე ვთქვათ, ცოტა ემოციური გადაცემის მერე დღეს მაქსიმალურად ბევრი ვიხალისოთ და ბევრი ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც თქვენ გაინტერესებთ და ორი თემის ასე ვთქვათ სინთეზი გვექნება და იდეაში ორივე თემა არის მაყურებლისთვის საინტერესო. ერთი კონკრეტულად მაყურებლის კომენტარს და თხოვნას ეხება და ეს ნადირობის სეზონი მოდისო და სანადირო დანებზე და ამ საკითხზე ვისაუბროთო და მეორე უშუალოდ ეხება იმ საკითხს, რასაც ქვია დანა და კანონი და რაღაცა ცვლილებები კი არა და სიახლეები და ამბები და დანარჩენს გიორგი. უფრო გარკვეულობა დავარქოთ. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. სანამ მაგორ თემაზე გადავალთ მიხეილ, კაი ხანია ჩვენი ბოლო ნამატი არ გაგვიზიარებია. და მე ვარ ბოლო დანაგით მოსული. შენ რატო გეცინება? მეც ვარ, სად არის ჩემი მეორე დანა? აი ხო, всё, გავიგე, კაი. შევთანხმდით. მოკლედ. მოდი ჯერ ვიტყვი აი ამაზე, ამასაც გამოვაჩენ მიხეილ. სიმართლე გითხრათ, ჩემს გამოცდილებაში პრაქტიკაში რომ მე ზაზე. უნდა მეყიდა. რა მეგონა ეს? თუ შეიძლება. კარგი. ხოდა. არაში. მე ვიცნობ რამდენიმე კოლექციონერს, რომ ქონიათ დანები, რომლებიც წასულა კოლექციიდან, უვლიათ და მე მობრუნებულან ისევლე და ამ შემთხვევაშიც ეს ეგეთი არის. ალბათ მოიგარა 1-5 კოლექციონერი. და საბოლოოდ იტასავა. და მობრუნდა. ალბათ მქონდა თავიდან, როდის მქონდა? 1-2 წლის უკან? არა, 2 წლის არა, ნაკლების. შეიძლება წელიწადნახევრის უკან მიახლოებით ეს ჩემს კოლექციაში იყო. მე სხვას გადავეცი, ასე ვთქვათ, იერა და ისევ ჩემთან აღმოჩნდა. ეს მეორე მოსული ცოტა სხვანაირი ემოციებით არის. არ ვიცი, მე შეიძლება კიდე გაუშვა რაღაცა პერიოდის მერე, მაგრამ შენ თუ ზდადება მოსულა? ლუკა, სანამ იტყვის მოსულა. მიდი, მოსულა. აი ეს ანეკდოტი. როლანდას რძავს ქოროღლას ძე. ეგრე არის ეგ დანა. აი საინტერესო ისტორიებში არის, მაგრამ კაი რძალია ძმა. კაი, ნუ არსენ არსენიანის არის არგო მოდელი, როგორც მახსოვს, კასტომით არის ალუტექსი, პირი გვაქვს გერმანული კომპანია არის რა ბალბახი. კი ბატონო, ბალბახის ძალიან ლამაზი დამასკური ფოლადი არის, კლიპსად იმასკური გვაქვს და ფრონტ ფლიპერია საოცარი მექანიკით. დამასკის აღსანიშნავია რომ ეს არ არის, რა ქვია იმას, მოზაიკური დამასკი ამ შემთხვევაში. განსხვავებული არის და ძალიან ისეთია რა. ძალიან ნაზი დამასკურია შეიძლება ითქვას, შეიძლება ბერმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ ძალიან ლამაზი არის და ცოტა ხანი გავიჩერებ. მე შევხედე. მათხოვე, როლანდას რძალი. ჩვენ ფოტოშორის ბევრი გვაქვს ნასაუბრები ბატონ არსენზე, ბევრ გადაცემაში ყავს ნახსენები და აი ის მომენტი, როდესაც კაიზერთან მისმა თანამშრომლობამ ბევრს გააცნო, მოდი ასე ვთქვათ, ეს ადამიანი მე მაშინ გავიქე. სიმართლე რო გითხრა რა, მანამ მე არ მქონდა ესე გაგებული და უბრალოდ მალევე დავინტერესდი და მე ვნახე ინტერვიუები თავისი პადუალში თუ იმაში სადაც აკეთებდა რა, მოკლედ რა, დანებს და ძალიან მოვიხიბლე, ძალიან გამიხარდა რომ ნახე საქართველოში რო იყო ჩამოსული და მისი დანების კონცეფცია ძალიან მომწონს. შესაბამისად, ანუ ეს კონკრეტული დანა შენთან რო აღმოჩნდა, მართლა ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ, რავი, მოდი ვთქვათ თან, რომ რაღაცა ძალიან მისაღებთან ხათ დაგიბრუნდა უკან და ეგ კიდევ ორმაგად სასიამოვნოა რა. ხო და მართლა გამორჩეული დანა არის. თვითონ არსენას რაც შეეხება, ძალიან კარგი ადამიანი არის, მე რაც გავიცანი, ჩასული ვიყავი ეს დანა იქიდან წამოვიღე, ვანაძორში ცხოვრობს, საოცრად კარგად გულით დამხვდა, არ ვიცი, ძალიან ისეთი ემოციებით წამოვედი და პლუს კიდე დასაფასებელი არის, თუ სახლის ქვეშ, ბინის ქვეშ სარდაფი აქვს და იმ სარდაფში ჩასული ვიყავი, ვათვალიერებდი და ჩვეულებრივ მოკლედ ესე შეიძლება დავარქოთ, რომ ძალიან ცუდ პირობებში ხელ მომჭირნეთ, ისეთი რაღაცა ხელსაწყოებით, მოკლედ ქმნის რაც შეუძლია ბოლომდე იმას რა. ეს ადამიანი ვთქვათ ამერიკაში ყოფილიყო ბევრად სხვა შესაძლებლობებით, შეიძლება ბევრად დიდი ხელოსანი ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ ეგრე ცხოვრება მოწყობილი, არსენა ვანაძორში ცხოვრობს და სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა ძალიან არ იცის და შეიძლება ის არ არის დაფასებული, როგორც შეიძლება ყოფილიყო.
მან დღევანდელი ანუ ასე ვთქვათ იმის მერე მეც უნდა ჩავფიქრდე რომ მეც ხო არ მქონდეს კოლექციაში არსენას დანა რა უშერა გითხარი რა. აი ბატონო. მაიცა მეორედანაც მოქვს. აი მეორე მიდი მეორე უკვე ძალიან საინტერესო არის. ოღონდ ისევე წინადად მქონდა რა რაღაცა სენტიმენტებისკენ წავედი. ხო იცი რაღაც ერთი რაღაცა რომ გიბიძგებს ხომ ნიავით აგიბერავს, მე აგიყოლებს და იქიდან წახვალ ხოლმე და მოკლედ ეს დანა წინაზე მაჩუკა ერთმა კოლექციონერმა ახლობელმა პუმა მაჩუკა ამის მერე დავიწყე ფიქრი რაღაცეები იქ მერე შალხიძე ვიყავი გასული მერე ისი აღმოჩნდა რომ ერთმა კიდევ ძალიან კაი ადამიანმა აი ეს CKF-ის კეიშა მაჩუკა არ ვიცი საოცრად ეხლაც უხერხულად ვარ საოცარი ემოციები მომცა ამან და თვითონ დანაც მე სანამ ხელში ჩამივარდებოდა უყურებდი მე ამ დანას შენს გაგიზიარე მე მგონი რომ ნახე რა გააკეთეს თქო და ამ დანასაც ესეც ბელკას მოტივებზე არის აი თუ დააკვირდებით აი ეს ღერძის მხარე ერთნაირი მოტივებით არის და თვითონ აქ შუაშიც ბელკა ახატია ეხლა ამის იქით მე ვფიქრობ ესენი აპირებენ ვექშას გაკეთებას ოღონდ ძველი სადაც იმავეს ეხატა ციყვი ეხატა და იგივე მოტივებზე იმასაც ვფიქრობ რომ ისიც დასამატებელია მე ვფიქრობ რომ თვითონ ბელკა და ლისი ბელკას დასამატებელი არის და ლისიჩკაზეც მიხეილ კი იცი ერთად კი და კაპლანებსა და ერთად დავიწყეთ ჩალიჩობთ კი ერთად დავიწყეთ ჩალიჩი ლისიჩკაზე საინტერესოა ეს ყველაფერი აღმოაჩინეთ რომ ლისიჩკა ახლობლადაც არ გვინახავს მეგობრებო თელწორების მანძილზე რომელიც ყველა მიცის და ხო იმისავით არის თბილისში ჟირაფი რო ყველას ნანახი ყავს ხო არ ყოფილაო ბიჭო მეც მართლა ნანახი მყავს ეს ჟირაფი და თბილისის ზოოპარკში მეც ნანახი მყავს ავი ნანახი მყავს სხვა ზოოპარკში ამ აქცლებში არ ყოფილვარ და ჟირაფი ნანახი მყავს და რა ვიცი ხა რავი არ ყოფილაო ეგრე იძახია შეიძლება გვატყუებენ რა ვიცი მე მგონი ლევათ იყო და არ იყო საბუთებში გაფორმებული რა არ უღადაობ მართლა იყო ის იქ თო ფოტოები არ ნახე ნამყოფია ნუ ანუ ფოტოები თვითონ მაგ ჟირაფის და ქართველი ბავშვების და ის რა ქვია ჯუჯების ის აბა რატო იძახიან არ ყოფილა რა დროს რა ვიცი მე ეგ ფოტოები ვნახე და ეხა მომივიძიოთ ეგ ფოტოები კარგად ლისიჩკა ყოველ შემთხვევაში ხო ლისიჩკა კი ნახე არ გვაგნანაკი რა მეგონა რომ ლისიჩკა და ლისიჩკები ნახე არ კონი კი ბატონო კაი გადავდე ახალი დანები გადადე და ის გადმოდე ესა გადმოდე არის თუ არა ეს ბილეთი არის თუ არა ეს ბილეთი მეგობრებო წინაზეც ვისაუბრეთ ჩვენ რომ პატარა დანებზე რაღაცა კონსენსუსივით კეთილი ნებასავით არის ის რომ პატარა დანებს არ აჯარიმებენ და ჩემი აზრით დღესდღეობით ეგეც ძალიან კარგი არის ყოველ შემთხვევაში მე მჯერა რომ ხვალე ეს კონსენსუსს და უბრალოდ კეთილნებას გაცდება და კანონადაც იქნება, თუმცა ყოველ შემთხვევაში ნენელა ყველაფერი არის ხოლმე და დღეს რაც გვაქვს, მაგას გაგიზიარებთ, რომ მე საბოლოო ჯამში მივედი იმაზე, რომ პატარა დანებზე აქამდე თუ იყო ხოლმე აზრი, რომ თქვა ამაზე მოგდასკვნა, იმაზე მოგდასკვნა, იმაზე შევჯერდი, რომ პატარა დანებზე არ აჯარიმებენ მიხეილი. ეხლა ისეთ საკითხზე საუბრობთ, ბატონო გიორგი, რომ ჩემი თხოვნა იქნება ნელა ის. მოუზომო სიტყვები. სიტყვები არა, უბრალოდ მე მინდა რომ ჩვენმა ზოგმა მაყურებელმა რომელმაც ნაწილ-ნაწილში ხოლმე რაცეებს ლოსმენ რა ჩვენმა ძმებმა კარგად რომ გავაგებინოთ რაშია საქმე რომ ვიღაცა მარიფიქროს რომ არიკა ის არის რა ქვია ინდულგენცია კი ბატონო კარგად განმარტე მოკლედ სიტუაცია არის ესეთი თვითონ სამართალდამცავებმაც უმომრომა ადამიანმა პოლიციელებმა არიციან ეს კანონი როგორ მუშაობს შესაბამისად დაანადანი მსგავსი რაღაცა არის ყველაფერზე ეძახიან რომ აკრძალული არის და ექსპერტს მიანდობენ ხოლმე პასუხისმგებლობას ექსპერტიზაზე აგზავნიან შემდეგ იქიდან დასკვნა რაც იქნება იმის მიხედვით ან ჯარიმდებით ან არ ჯარიმდებით ნუ სამწუხაროდ ესე არის კანონში არ არის არაფერი გათვალისწინებელი არავინ არაფერი არ იცის და ექსპერტიზა წყვეტს მაგრამ ნუ რაც არის დღესდღეობით ეს არის დანარჩენზე ვცდილობთ რომ შეიცვალოს ხო და პატარა დანებზე ალბათ ნუ შეაწუხათ და ჩაიწერა ერთ-ერთ მეთოდოლოგიაში, რომ 60 მმ-მდე დანები არ არის ცივი არაღი. თუმცა ეს მეთოდოლოგიებიც შეიძლება ბევრი იყოს, ისევე როგორც მე შემიძლია ბევრნაირად გავლესო დანა, იქ შეიძლება განსხვავებულები ბევრნაირად დაილიოს, ანუ ბევრნაირად შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეგეც იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ შეიძლება ისე თქვან, შეიძლება ისე თქვან. ცოტა ხნის წინ გადავწყვეტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და ბევრი დანა მიგვეტანა და ბევრი დანაზე გვეკითხა, რომ რას დაწერენ და ნუ ის ეჭვი, რომ თქვა პატარა დანებზე არის კონსენსუსი და კეთილი ნება, ნუ ჩემი აზრით სავსებით გამართლა. მე არ ველოდებოდი გულწრფელად ამ შედეგს და ისეც ვიყავი რა ცოტა რავი მეთქი აი ამჯერად მაინც დარწმუნდება რომ ეგრე არ არის და როდესაც დაბრუნდა უკან და პასუხი გამაგებინა სანამ არ ვნახე მართლა არ დავიჯერე იმიტომ რომ
6 ხო? 6. 6 დანა ქონდა მიტანილი და მეთქი ზრდილობის გულისთვის მაინც, ну, შეიძლება ერთი 2-ზე დადებითი დაწერონ, 3-ზე და ნახევარზე გაყონ რა, ეს ვფიქრობდი რა. და მოვიდა 6-ზე, ასე ვთქვათ, დადებითი პასუხი, რომ ეს დანები არ განეკუთვნებათ ცივ იარაღს. წამოვდგე ფეხზე. წამოდექი, რა, ჯიბეზე აქვს დავაზრე. 1 2 3 4 5 მე-6 არ მაქვს. მე-6 არ აქვს. მე-6-ემ დატოვა ჩემი კოლექცია და დავიმატებ. მე-6 არის Dragonfly. სურათის სახით დავურთავთ Dragonfly-ზე ნამდვილად ყველაზე მეტად არ ველოდით, ან Dragonfly-ზე მე ლამის დავიგინე და კიდე კაი არ დავიგინე. ხო, ну არ ველოდი რა მაგაზე, მაგრამ კი ბატონო, სიტუაციას რაც შეეხება მეგობრებო, დასკვნას ვერ გაგიზიარებთ. კუტაბიჭი აქ არის. ну, განმარტებებისგან თავს შევიკავებ, ესე რატო ვერ გავაზიარებ, თუმცა რიგი მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, ესე გადაწყდა ერთობლივად, რომ დასკვნას ვერ გაგიზიარებ. დანარჩენი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ დანის ექსპერტიზა სტანდარტული ვადით ჯდება 120 ლარი, თუ გეჩქარებათ ძალიან ჯდება 240 ლარი. ამ შემთხვევაში გაგიზიარებ დანებს, რომელ დანებითაც მე დავდივარ ქალაქში ჩვეულებრივად და პრობლემა არ მექნება. პრობლემის არ შექმნას ვეძახი იმას, რომ არ ვჯარიმდები მიხელი თორე დანარჩენი ახლა პოლიციელები რო ხედავენ რომ იკეთია, რა თქმა უნდა, გადამოწმების კონტროლის მიზნით მაჩერებენ. მე ვეუნები ვუხსნი დანარჩენი თუ შეიძლება შეიტანეს ეჭვირო, შეიძლება მე რამეში ვიტყვებოდი ან ვსწრებოდე, რა თქმა უნდა მოხდება მე გადაგზავნა და მე ისე მივდივარ ვასაჩივრებ და წერ რო ხალხო დასკვნა არის ამაზე უკვე ეს ცივი არაღი არ არის, მე ვარ კანონ მორჩილი მოქალაქე და იმდანაც მივიღე. ამასთან ერთად ჯიბეში ხა ერთი 3 გრამი კოკაინი თუ გიდევს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რახან ამას დასკვნა აქვს, არ გამაჩერებენო, ასე რომ მაგის იმედი არ გქონდეთ მეგობრებო, ანუ აქ მარტო დანებზე გვაქვს ლაპარაკი, ხო, და რაც შეეხება თვითონ დასკვნას, რომ არ გავცემთ, რას ნიშნავს არ გავცემთ. ეს კონკრეტული დასკვნა არის კონკრეტული ნომრით, კონკრეტულ ადამიანის სახელზე გაწერილი. მე მაგალითად კი აგერ მიდევს ხო პირობითად და გიორგი მაიღო და რა ვიცი, შემიძლია ხო ვთხოვო, მაგრამ გიორგიზეა, მე პირადად შემდანაზე გადავწყვეტე რომ უნდა წავიდე, გადავიხადო, რომელზეც მინდა, ყველაზე ვერ წავალ, მაგრამ ხაი ამაზე უკვე რო იყო რა თან რა, მაგრამ ნუ წავალ რა რანტზე, ჩემ სახელზე 120 ლარს გადავიხდი და ეს მექნება ჯიბეში თავის დასკვნიანად რა. არის პრაქტიკაში უკვე ბევრი კოლექციონერი მე ვიცი, რომელმაც გააკეთა თავისი დასკვნა, მივიდა, დასკვნა აქვს იმდან კონკრეტულ დანაზე და თავისუფლად უკვე ისე რომ უფრო წნარად ხარ რომ ის დასკვნა არის შენ სახელზე, გამოკლედ რა. განა იურიდიულად არ შეიძლება ამ დასკვნის გადამრავლება და ყოველას რო გადავუზავნოთ. მაგრამ ჩვენ მაგის თავდებში ვერ დაუდგებით ვერავის და ის არ ვართ კონსულტაციური კომპანია, რა ქვია, იურისტ რა ქვია ის. იგი მიზეზების გამო ესე გადაწყდა. არავის ეგ არ გეწყინოთ მეგობრებო პირიქით. მე მგონი ინფორმაციას გაწვით, რა შეიძლება რომ მარტივად მოიგვაროთ რა. ისე ვატარებ ამ ყველაფერს, ისე რომ კანონთან პრობლემა არ მაქვს. დანარჩენი რეებს ვატარებთ მიხეილ. აი ხა მაგალითად რა, ეს დანა. კაიზერი, პარაკეტი, არაფერს არ ვიტყვი, არც ამ დანაზე არ მეგონა. რო იქნებოდა დადებითი დასკვნა და ჩემი დანაა ეს და არ ვიცი ძალიან მიხარია მოკლედ აგერ ბანტერი ბები ბანტერი ადრეც გვითხოვს და მაინც ეგ გადავამოწვევის მიზნით კი ბატონო და აი ეს ბები ბანტერი რომელიც სავსებით ძალიან კარგი კომფორტული ზომა აქვს ყოველდღიური დავალებების აბსოლუტურად იდეალური რაღაცაა რა იმ ემოციასაც მიკლავს მოდი ერთად ეპოსტ შემახე ერთად მანახე ეს ორი დანა რა ხო რა, ანუ აი რა ვიცი, მე შეიძლება მოკლედ რაღაც ორივე არის სრულიად საკმარისი, ყოველდღიური. როგორც ფიჯეტიც, როგორც აქსესუარიც, როგორც ჯიბეზე, როგორც მედანე, მე პირადად ვშვიდათ ვარ, რომ აი დანა მაქვს და უდანოდ არა ვარ. შენ რამდენი მეთოდით ხსნი მაგას? ამას? ერთი ხსნი, მეორეთი ხსნი. მე სამი ხსნი. სამით რა, კაი, გავიგე. ვოთ. კაი. შემდეგი მოდელები, მიხეილ. კი ბატონო. თქვენდანაც თუ გაგვიზიარებთ. ბატონო, და გაჩვენებ აგე რა. პროტეკირანტი. ხო, ნუ შეამჩნევით, რომ ცოტა ხალისიან ფერებში არის, ამ ბოლო დროს გამიტაცა სიმართლე გითხრა ხალისიანი ფერებით. Dragonfly მინდა ალბათ ის სტაფილოსფერში მომწონს ძალიან. სტაფილოსფერი Dragonfly. მე ის ყვითელი მომწონს რა. ძალიან ყვითელი როა. ყვითელი, კი. მაგის უბრალოდ დაშვებები არ მომწონს რა. Dragonfly-ს ზემოდან აქვს ბოლომდე დაშვებები და ეგ უფრო კაი მჭრელი არის.
ამ შემთხვევაში პროტეკი რანტი მეგობრებო, აი ესეთი შესრულებით ვარდისფერი, აი ესეც შესანიშნავად, ვისაც რაღაც ავტომატური დანები გიყვართ, მე პირადად მაგ ემოციას იმაძლევს, რომ ძალიან ხარისხიანი ავტომატური ფუნქციური დანა მაქვს ჭიბეზე, რომლითაც ძალიან ბევრ გადაცემაში მაქვს ნათქვამი, რომ მექნება კოლექციაში, მექნება თქო და აი როგორც იქნა მაქვს კოლექციაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ამბით ნამდვილად. კილოცავ მიხეილ, რაფერის ვარდისფერი. ვარდი. ვარდისფერი. ო, მე და მიხეილს ვარდისფერი დარგები ბატონო. ბატონო. კაი. ეს ამას რა ქვია კუტაბიც? ეს არის half breed-ი. half breed. მეგობრებო, პროტეკის ნიუპორტი არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი. სამწუხაროდ პროტეკი ისე არის, რომ ყოველთვის ერთ და იგივე მოდელებს არ აკეთებს და შეზღუდული რაოდენობით აკეთებს და ნიუპორტი დიდი ხანი არ მქონია და ნიუპორტის ასეთი მოკლე ვერსია არის half breed-ი. ძალიან მაგარი რამე, ხელში კარგად გიზის და იქ ამერიკაშიც, ზოგ შტატში არის რაღაცა კანონის შეზღუდვები და იმას მოარგეს და გააკეთეს აი ესეთი სტანდარტული ზომის ტარით, შედარებით მოკლე პირით და ძალიან ძალიან კაი დანა არის. მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც ამდანით დადის და აი საჭიროებიდან გამომდინარე რა, ცოტა ეხლა კი, პირის ზომა მესმის, რომ ყუთის გასახსნელი იმისთვის საკმარისი არის, მაგრამ ხელში ჭერა ისეთი კომფორტული რაღაცა ძალა დაატანო, მაგისთვის არ შვება და აი ეს ამას სრულფასოვანი კარგი ტარი გვაქვს, ამას უკვე კარგ ძალას ატანს და რაღაცა კარგად გასაჭრელი არის და რაღაცა ძალა დასტანებელი, მაგაზე ძალიან კომფორტულად მოიხმარს და მოკლედ, ეხლა მე ეგეთი დატვირთვისთვის არ მჭირდება დანა, მაგრამ როგორც ნაირსახეობა აქსესუარი ხანდახან შეიძლება ფერი შეუხამო ან რაღაცა ავტომატური ჩაანაცვლო, ამასაც სიამოვნებით გავიკეთებ პერიოდულად ჯიბეზე. როდის რა დაგჭირდება და კიდე კაცმა არის. ასე რომ შვენიერი. ესეც პერიოდულად იქნება ჯიბეზე. გავაგზელეთ არის დანარჩენი სკვიკი, მე მგონი სწორად ვკითხულობ. კი. აი საოცრად მოიხიბლე. ისე ბაზრობის ტიპებს რა მაგრად გაუსწორდება. თუ ესე 15 ყლანად რო კიდია. ისინი ცოტა დიდებია. ესეთი პატარები არ არის. არა, არის პატარები. არის მართლა, არის, კი. ამ პატენტები მოდის დიდები ხოლმე. არის, პატარებიც არის, ნანახი მაქვს, ასე რომ მაგათთვის გაიწოლა აურორამ დავიდნენ. ბიჭებო, მიდით ტონობით გაყიდეთ. ერთი დასკვნა აიღეთ, ჩააბარეთ, დაიდეთ და ეგ არის მეგობრებო, სკვიკი, მაგრამ ისინი ჩამკეტებით არის, ხო? არა, არის ეგეთი. არის, მაქვს ნანახი რა. მოკლედ, აი რამდენიმე დღეა ეს დანა მაქვს მიხეილ ჯივით, აი ეთქვა მოხმარებას და აი ძალიან მომწონს, აი იმ დღეს პოსტების დაიწერა, რომ რაღაც სპაიდერკოშიბის რა მოგწონთ, რაღაცა ზოგ შეიძლება მოწოდოს, ზოგს არა. მესმის არ არის ესეთი ტექნოლოგიური, არ არის ესეთი მასალები, ტიტანი, რაღაცა ფრეზირება გამოყენებული, ასე შემდეგ. მაგრამ ჭრის მაგრად და დამჯერეთ რა, არ ვიცი, ახლა ეს ფიჯეტიც ხო რამდენი ხანი უნდა ათამაშო, ხანდახან არ აქვს იმას ადგილი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ემოცია, რომ კარგად საიმედო, უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი რო გაქვს რა. ვისაც გვიყვარს რა ზოგადად თვითონ ჭრა სხვა რაღაცაა კიდე რა. ბევრჯერ დამჭირდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში და ძალიან სიამოვნებს, აი ესე მარტივად ამოვიღებ, გავხსნი, კარგად მაგრად გავჭრი, რაც გასაჭრელი არის, ამონათები იქნება გასახსნელი, რაღაცა მაქვს გასათრელი თუ გასაჭრელი და ისე მე ჯიბეში თავსდება, აი ეს ძალიან ლამაზი და ხოლმე ბავშვი რომ მეტყვის ხოლმე რომ აუ мама შენ რო ისი ისე ლამაზად გამითალიან, დამიჭერი ხილი რამე და მდგები უბერავ ხო, და რა დაგვრჩა მიხეილ? აი ეს დაგვრჩა. ხო, Dragonfly არა გვაქვს, Dragonfly სურათი თავარი უნდა ყოფილიყო ეხა აქ Dragonfly, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არის. შევსხვით. მოკლედ, ესეც Microtech-ის UTX 70, კი ბატონო. რომელიც მოდიფიცირებული აქვს პირი. კი ბატონო, 60-ზე. პარამეტრებს აკმაყოფილებს. წინაზე იყო ესეთი დანა, რომელსაც ცოტა განსხვავებულია, იმას დავარქვათ გაუგებრობა, ჩემი აზრით, და ამ შემთხვევაში გაუგებრობას ნათელი მოეფინა და UTX 70, მოკლედ ესეც ავტომატური, ძალიან კარგი დანა, რომელიც ასევე არ არის ცივი არაღი და რომელიც აქსესუარად რაღაცების გასაჭრელად თამამად შემიძლია ვატარო და პერიოდულად ალბათ ამასაც ჩავიდებ ჯიბეში. ნორმალური, ასე ვთქვათ, მიდგომით რაღაცეების კეთება შეიძლება თქვენს თუ ცოტას დაგვიჯერებთ, თქვენი მიმართულებით იაქტიურებთ, დამერწმუნეთ უფრო მალე მოხდება კიდე რაღაც საინტერესო ამბები. ანუ მე უდანოდ არ ყოფილვარ, კანონს არ ვარღვევ. კიდევ ერთხელ ორჯერ ვარ დაჯერმებული, თუმცა ის სხვა მიზეზით და ორივეზე საჩივარი არის შეტანის სასამართლოში და პროცესს ველოდებით, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ამ ყველაფერს შედარებით მე უფრო გარკვევაში და ნათელის მოფენაში, მანამდე კიდე ის ემოცია მე არ მქონია ბოლო რა ვიცი 2 წელია თუ 3 წელი რომ დანის გარეშე ვარ. კი ბატონო. ყოველთვის მაქვს თან დანა, თამამად ჯიბეზე, კანონის ფარგლებში, ისე რომ გაუჭრელი არაფერი არ რჩება. კაი, დავამთავრეთ? დავამთავრეთ. საკმარისია. ხო, 3 დანა არის კიდე პატარა დარებიდან, ბარემ ნენელა რო ვაწვევით, მინი ტრუდონი მაქვს დატოვებული მიხეილ.
და QSP ჰამსტერი. კი ბატონო. მესამეს არ ვიტყვი. მესამე არ თქვა. მესამე არ თქვა და იმასაც მოვადრო და იმასაც გავაჟღერებთ მერე. აუცილებლად იქნება ეგეც. ყოველ შემთხვევაში, ჩემი უდიდესი ნაწილი კოლექციის აი ესეთ დანებს უკავია მიხეილ. ხო, გასაგებია. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე მიხეილ. ო, ესე იგი ამ საკითხზე არ არის იოლი საუბარი, ჩემო კარგებო და გეტყვით რატო. რაც არ უნდა თეორიულად ძალიან კარგად ვიცოდე ეს თემა და მიმაჩნია რომ საკმაოდ კარგად ვიცი. მე არ ვარ მონადირე. და ამიტომ ნებისმიერი რამ რაც იქნება ჩემს მიერ ნათქვამი, თავიდანვე ვიძახი რომ ეს არის იმ ხალხის ასე ვთქვათ, გადმოცემული ისტორიები, რომლებიც ითვლებიან მაღალი დონის მონადირეებად და იმ კომპანიების, ასე ვთქვათ, გამოცდილებები, რომ რა კომპანიებზეც ეხა ვისაუბრებ. და ზოგადად იმ ინფორმაციაზე, რაც კაცობრიობას აქვს სანადირო ტანის შესახებ. მე თვითონ არ ვნადირობ. ამიტომ მე პრაქტიკოსი მონადირე არ ვარ. მეც დავამატებ, მეც იგივეს ვიტყვი, შეიძლება ცოტათი უფრო გამოუცდელი იყო მაგასაც მე ხორცსაც არ ავჭამ, მიხეილ ბოლო ალბათ 1-6-7 წელიწადია ხორცი არ მეჭამია. სანადიროდ ერთხელ წავყევი მეგობრებს, რამდენიმე კილომეტრი ვიარე, ფრინველზე იყვნენ სანადიროდ და ნუ არც იმ პროცესით არ მოვიხიბლე, სიმართლე გითხრა, ეს სანამ ხორცის ჭამას დავანვევით თავს და მე რაღაცა იყო და მოკლედ ეგ და დანარჩენის შესაბამისად მეც თეორიით უნდა ვისაუბრო მიხეილ. კი ბატონო. თეორიით და იმ პრაქტიკით, რაც დავაგროვე მე, ვთქვათ, სახელოსნოში, იმ ცდებით, თოკის ჭრით, რაღაცების ძვლებზე ერტყმით და ასე შემდეგ და რაც გვაქვს, იმას გაგიზიარებთ, დანარჩენი თუ იმას მეტი გაქვთ და მეტი ცოდნა გაქვთ, იმაზეც გაგიზიარებთ კომენტარებში, მაგაზეც მადლობელები ვიქნებით და ვიმსჯელოთ და ვიდისკუსიოთ. მოდი, მე მინდა დავიწყოთ აი დიდი მონსტრით. თუ შეხვანაერად გინდა? არა, დიდი მოსტით დავიწყოთ, მოკლედ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ახლა მე ამას მოვაწოდებ. და სანამ დავიწყებთ, ისიც მსჯელობის საგანია რა და ცალკე რომ დაიწყო საუბარი, მაგაზეც ალბათ ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იქნება, რა არის სანადიროდანა და როგორი უნდა იყოს და საერთოდ ნადირობა რა არის და ვირას ეძახის და ნამდვილად. მე მგონია რომ მაგაზე შეჯერებული აზრი არ იქნება ალბათ არც ჩვენს გამომწერებში და ჩვენი აზრით ვიტყვით რა არის და რას ვფიქრობთ მაგაზე და ყველა თავისებურად ხელს მოყოლებს. სპორტული ნადირობა სხვა არის, სხვა არის. ვიღაცა სახლში ხორცს რო დაკლავს, ეგ ნადირობა არ არის, მაგრამ ბევრს ეგეც ნადირობა გონია. ასე შემდეგ. მეგონა რომ გამორთული ქონდა ტელეფონს ხმა და ბოდიშით, არ ვიცი რატომ მოხდა ესეთი რამე. ეს დანა მაგიდაზე აღმოჩნდა რომ მე როგორც სანიმუშოდ მინდოდა მეჩვენები რა როგორც თქვათ სანადიროდანის ვიზუალზე, მაგრამ როგორც არა სანადიროდანა მითხრა რომ ამითიც კარგად ნადირობდნენ და ალბათ ეხლა შეიძლება ბევრი იყოს. რა ვიცი, ჩვენ გვაქვს ბოუვისე ასე ვთქვათ ვიდეო ჩაწერილი და ანუ მთელი, რა ვიცი, მე-20 საუკუნე და მე-19 საუკუნე ამერიკაში აი ამ ტიპის დანებით ნადირობდნენ. და მე უბრალოდ ნელ-ნელა მიხვდნენ რომ კი ბიზონის მოკლა რაღაცა, მაგრამ პატარა კურდღელზე და გატყავებაზე მთლად კარგად ეს არ გამოსდიოდათ, მაგრამ ეს არის ლარედო ბოუი, ანუ არ ვიცი რა, მართლა ისტორიული დანა არის, უამრავ მონადირის თანმდევი ინსტრუმენტი, ეს არის კონკრეტულად კოლტ სტილის შესრულებით. ტაივანში წარმოებული 40-34 უჟანგავი ფოლადით დამზადებული და ძალიან მომწონს და მიყვარს ეს დანა. ეხლა გადავიდეთ უკვე რეალურად რა ხდება დღევანდელ დღეს სანადირო დანებში. ნუ სტანდარტებიც იცვლება ალბათ რა შეხედულებების და ნუ ყოველ შემთხვევაში ქართულ რეალობაში შენ იცი რაღაცა თლათ ერთ აზრზე არა ვართ აქ საქართველოში შეთანხმებული ხელოსნები თუ ვთქვათ მომხმარებლები არა ყოველ შემთხვევაში მე რასაც უყურებ ბევრი ფიქრობს რომ ვთქვათ ესეთი უნდა იყოს სანადირო დანა და ნუ ჩვენსაც ვიტყვით ეხლა ბევრი შეიძლება ეხლაც ესეთით მოძრაობდეს ტყეში ნუ ყუა აქვს 6 მილიმეტრი კი ბატონო დაყვანისის კი აქვს რა მიახლოებით 1 მილიმეტრი წვეთთან უფრო სქელი და ნუ ჩემი შეფასებით კაი ზუბილა არის სანადიროდანის ვიზუალით. კი ბატონო. კაი, გადავდოთ და მაშინ ჩვენი სტანდარტი რაც არის მიხეილ, მაგის მიხედვით. კი და დავიწყოთ რითი? დავიწყოთ თვითონ ანუ ნადირობა, ხო? ანუ რა ფუნქციებს მოიცავს? ნადირობისას რა უნდა გააკეთო ადამიანმა? ანუ რისთვის გჭირდება მაგ პროცესში დანა? ანუ თავარი რა არის? თავარი არის ნანადირების დამუშავება. თავარი არ არის იქ რაღაცა ტოტის შემზადება თუ არ ვიცი. ანუ თავარი არის ნანადირების
დამუშავება. თუ შენ გჭირდება, ანუ აგი თუ არა ჭკვიანი მონადირეებისგან მე ესე მაქვს რა გაგებული, რომ ასე პატარა ცულის და მაგვარი თან უნდა მქონდეს, რომ ტოტები მივჭრაო და პატარა სანადირო დანა მინდა, იმიტომ რომ მე კარგად პროდუქტი დავამუშავო. მოკლედ, აქაც ბევრი ასთა სხვადასხვაობაა და რავი, ამოვარჩიოთ, ავარეთი დავიწყოთ. მოდი მეც გავაკეთებ ჩემს შეფასებას, რას ვეძახი სანადიროდანას და როგორი მგონია რომ სანადიროდანა უნდა იყოს. მეც გამოცდილება მაგაში არ მაქვს, თუმცა უამრავ მონადირესთან მაქვს ურთიერთობა და უამრავ ტესტს უყურებ, როგორ ტესტავენ სანადიროდანებს და რაც მე დღემდე მომიძიებია ინფორმაცია თუ ცოდნა, ის არის რომ სანადიროდანები ფასდება ესე. დანა გათვლილი უნდა იყოს შემთხვევით მოხდრებზე ძვალთან. შემთხვევით სანადიროდანები გათვლილი არ არის ძვლების სამტრევად, საჩეხას და ესე გამიზნებით სარტყმელად. სანადიროდანა არის ხორცის დასამუშავებლად, გასატყავებლად, ნაწილების ესე ამოსაღებად და იმ დამუშავების პროცესში რაღაცნაირად ესე ძვალზე რომ მოგიხვდება, გაესმევა, გამოესმევა რაღაცა, მაგებით პირის რო არ დაზიანდეს. შესაბამისად, მაგის მიხედვით მე ხედავ და მაგის მიხედვით აკეთებს კიდევ სხვა უამრავი ადამიანი დანის პარამეტრებსაც, იქ დაყვანისისქეები არის, სიგრძე არის, თქვა გლესვის კუთხე და ასე შემდეგ. მაგალითად, ალბათ მე ვისაუბროთ მიახლოებით პარამეტრებზე, რომ თუ უკვე ვისაუბროთ. მოდი უკვე ვთქვათ რა, ანუ ამ პარამეტრებზე, ანუ ეს არის სისქე, ანუ კი. ბევრი ტესტი მაქვს მეც ჩატარებელი, ადრე ვინც ადრევნებ და ჩემს არხსვალს გეცოდინებათ, რამდენიმე 100 მ თოკი მაქვს გაჭრილი, რამდენიმე 100 დანა მაქვს გატესტილი, სხვადასხვა ჩეხვაზე, ძვალზე, რქებზე, ნურსმებს ჭრიდი, არმატურას ჭრიდი, უგრუნიკებს ჭრიდი. წინა ბავშვობა ქონდა. ბევრი რამე მაქვს დაჭრილი. კაი იყო. ერთი და იგივე დანებზე მაქვს ბევრი ექსპერიმენტი ჩატარებული, ჟურნალები შენახული მაქვს, მთელი სტატისტიკა, თავისი დაბლაგვების დინამიკით, თავისი დაზიანების დინამიკით, ლესვის კუთხეების ცვალებადობასთან ერთად და ასე შემდეგ. ნუ, სხვისი გამოცდილებით, ჩემთან ტესტების დადასტურებით, მეც რო იგივე შედეგები მივიღე, გაგიზიარებთ მაგას, რომ მიახლოებით 34-36 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს გალესილი დანა, იმიტომ რომ შედარებით მეტად რომ ილესება მაღალ გრადუსზე უკვე საგრძნობლად იკარგება მჭრელი თვისება, საგრძნობლად ეს და იგივე ფოლადზე არის საუბარი. უფრო და უფრო დაბალ გრადუსებზე უკვე ძალიან დიდი გამოწვევა არის ფოლადისთვის და ძალიან იშვიათად ისეთი ნაწუთოვი ფოლადები და ისე გამოყვანილი პირი უფრო დაბალ გრადუსებზე მუშაობდეს კარგად. მაგალითად, აი მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ დანაზე ექსპერიმენტს ვატარებდი, დაბლავწევდი გრადუსს და იდეაში ყველა ნორმალური ფოლადი შედარებით დაბლა დაწეული გრადუსით თოკიჩრა სათავისუფლად იტანდა და ჭრის ხარისხი საგრძნობლად მატულობდა. მაგალითად 36 გრადუსზე გალესილი დანა თუ ჭრიდა თოქს 200 ჯერ, 26 გრადუსზე გალესილი ჭრიდა 400 ჯერ. და დინამიკაში და პრაქტიკაში ყველა ფოლადი ეგრე იყო და თქვა მქონდა შემთხვევა, რომ ერთმა დანამ თქვა 36 გრადუსზე თუ ადეკვატურად მუშაობდა, ადეკვატურად მოქმედებდა, 26 გრადუსზე რო ჩამოიყვანა, თოკი ვერ გაჭრა ვერც ერთხელ, იმიტომ რომ პირი ისეთი სუსტი იყო, რომ უბრალოდ ესე მოეღუნა პირი და ერთხელ ვერ გაჭრა, ეგრევე დაიბრისა პირი. შესაბამისად, აი 36 გრადუსი არის რაღაცნაირად ოპტიმალური, რომ ის რაღაცა პატარა უხეშ დატვირთვასაც უძლებს და ჭრის წრელი თვისებაც მაქსიმალურად ისე კარგად გამოვლინდება. რამდენი თქვი ბოდიში? რა გრადუსი? 36. ხო, კი. 36. ნუ გამოცდილებითაც აი ჯიბის დანები, ცოტა უხეში მოხმარებისთვის დანები უკვე 40-ის ფარგლებში ილესება, სპაიდერკოებზე არ მაქვს საუბარი, სპაიდერკო რუსულ ჟარგონს გამოიყენებ, რეზაკებია, ძალიან დაბალ გრადუსებზეა გალესილი მე ხელს, რაღაც 30-32 გრადუსების ფარგლებში არის გალესილი და ჭრიან ფანტასტიურად, ბენჩმეიტები მაღალ გრადუსი არის, ყოველ შემთხვევაში, ნუ ლესვის ხრი პარამეტრი ეს არის. დანარჩენი დაყვანის სისქეს რაც შეეხება. მოდი დაყვანის სისქეებზე ცოტა პატარა შესავალს გავაკეთებ, 0 დაბლიდან დავიწყებ. სამზარეულო დანები, ადეკვატური სამზარეულო დანები, დაყვანის სისქე არის 0,1 მმ, 0,1 მმ-მდე, ზოგს 0-მდე დაყავს და ლესვაც აღარ აქვს და მე ვთქვათ, რო გაელესება, მაშინ უკვე არის 0,1 მმ. ესენი არის როცა რომ კარგი ხარისხიანი დანები. თუმცა ცოტა სამზარეულოშიც აქვს ზუბილებს ადგილი, რომლებიც ვთქვათ, უკვე სარტყმელად არის გათვალისწინებელი, რაღაცა ისეთი მოფრთხილება რო არ ჭირდებოდეს და ეგენი მიახლოებით მაგათ დაყვანის სისქე ალბათ არის უკვე 0,3 მმ და სანადირო დანების შემთხვევაში
ვიტყოდი რომ 0.3-0.4 მმ უკვე ადეკვატური დაყვანის სისქე არის. დანარჩენი მაგის ზემოთ უკვე აღარ არის საჭიროება, იმიტომ რომ ექსპერიმენტები რაც მაქვს ჩატარებული 0.5-0.6 მმ-ზე, ცოტა მაღალ გრადუსზე კალესილზე არმატურას ურტყავდი თუ ლურსნებს ჭრიდი, არანაირი სხვაობას არ იძლეოდა პირი აზიანდებოდა. 0.4-ის ზევით მე კაი მონადირისგან არ გამიგია რომ 0.4-ის ზევით სქელი არის ძალიან უკვე რა და სქელიდან ის მინუსი ის არის რომ თქვათ ჭრის ხარისხი ვარდება, ლესვა ძალიან რთული არის, არანაირი პლუსი არ აქვს რა. 3.5-საც იძახიან რომ 3.5 გვაწყობსო რა. 3.5 ყუაზე აქვს საუბარი სისქეზე თვითონ. ხო, მე დაშვების 0.4 ვიძახდი რა. ხო. და მაგ პარამეტრებში უკვე გადავიდეთ, მოდი ნელა გადმოვალაგოთ, საერთოდ დავიწყოთ. კი, დავიწყოთ და აი ეს არის კლასიკური, ეს ჩემი დანა არის მიხეილ, აი მის სისქე არის ეს დანა. ხო. არა, всё, ბუდიში. არა, ხელნაკეთი არის. გამახსენდა. ხელნაკეთი არის. აი მას აქვს კლასიკური პარამეტრები. ყუ არის 3.5 მმ და 3.5 მმ-ზე მეტი უკვე აღარ არის საჭირო მსგავსი დავალებების შესასრულებლად, მაშინ ცოტა უკვე რთულ რაღაცებზე უნდა იყოს გათვლილი და ნუ ჩემი აზრით და ბევრის გამოცდილებით რაღაც 1.14 სანტიმეტრი უკვე სავსებით საკმარისი არის რა. მეტი დიდი დანა საჭირო არ არის სანადიროდ ყოველ შემთხვევაში მე რასაც უყურებ ჩრდილოეთში, კანადაში თუ ასე შემდეგ, აი მაგდანებით სავსებ იაპონიაშიც, აი როქსტედებს რო ხმარობენ და იქ რაღაც ფოლნიუნებს რო ხმარობენ, მსგავსი პარამეტრების დანები სავსებით საკმარისი არის, რომ ყველა დავალებას გაართოს ნადირობისას ადამიანმა თავი. აი განსაკუთრებით დიდ ცხოველზე, როდესაც არის ლაპარაკი, იქ ნუ რაღაცა სხვა ინსტრუმენტები ხდება. კი რა, თქმა სპეციფიური იქნება. დანარჩენი კიდევ ერთს ვიტყვი მიხეილ. შენ ვიცხორ გადმოვალაგოთ თუ? იცი რა არის? მოდი, აი ამით ახან მაგაზე თქვი, აგერ აი ეს არის ძალიან ბიუჯეტური დანა და რატო წამოვიღე ეს დანა რა. მე ვეცნობოდი სტატისტიკებს, ყველაზე ისეთი ცნობილი საიტების, ამერიკული საიტების ტოპ, ასე ვთქვათ, გაყიდვად დანები ამ შემთხვევაში, რა ქვია იმას, სანადირო დანებში. ესე იგი, ნაიფ ცენტრის მონაცემებით, როუჩ ბელი ტოპ 5-შია რა, წარმოიდგინე, ეს დანა 70 ლარი ღირს თუ სწორედ მახსოვს. აი ზუსტად ეს ზომა არის რა, ანუ არის ეს რამდენია 14 სანტიმეტრია? 14-მდე. ხო, 14-მდე, ანუ სისქე 3-ია. სისქე 3 არის. კი ბატონო, სისქე 3-ია, ეს არის 0.4. დაყვანები 0.5-მდე იქნება. ნუ ბიუჯეტური დანა არის, ასე ვთქვათ. იმის ხარჯზე რომ თქვათ დაშვებები ცოტა სხვანაირი აქვს ამას. მე ვიტყოდი რომ ეს რაღაცა ცოტა ტოტის გასათლადაც გამოდგება. კი, ანუ უფრო ისა აქვს რა. Saber grind არის, ასე ვთქვათ, შუიდან იწყება. თუმცა, ნუ 3 მმ დაბალანსებული არის იმით, რომ ძალიან დრეკადი არ იყოს, საკეთ დაშვებები ეწყება დაბლიდან. ამას ზემოდან რო ეწყებოდეს, უკვე ცოტა სხვანაირი იქნებოდა. თუმცა ბიუჯეტური დანა არის და თხელი არის ამის სითხელის ხარჯზე, ჭრაც ნორმალური ექნება, სიმყარეც აქვს, დაშვებები დაბლიდან ეწყება და ნუ პირის დაყვანა აქვს ადეკვატური. მე არ მეხმარია, მაგრამ იმდენი ადამიანი აქებს, ნუ აი უბრალოდ იქსაც ვერ შევიტან, რომ ესე იგი ეს დანა მუშაობს კარგად რა. დანარჩენი მოდი ცოტა თვისებებზე ვისაუბროთ, ახლა მომივიდა აზრად, რომ პირველ რიგში მე რეკომენდაციას უწევ ფიქსირებულ დანებს. ბევრს გონია, რომ აი ხა წინაზე ქოლსილის გვედო კი, რა თქმა უნდა, იმითიც მოინადირებ და იმისიც დამუშავებ, მაგრამ ხო პრაქტიკულობაზეა საუბარი, რომელიც უკეთესად გაჭირდა, რომელიც უფრო გამოსადეგი არის და ფიქსი არის უკონკურენტო. პირადად მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჰიგიენას რა და დანის მოვლას რა და ფიქსებს ეგ პრობლემა არ აქვს, რომ რაც აუნა გაწუჭყიან ეს დანა, მისი გასუფთავება და გალამაზება ისე. ახლა მაშინ მივედით მანდი იმ ნაწილზე ზუსტად რომ უკვე რა მასალებისგან არის რა, ახლა აქ უკვე ტარის მასალა, ოდესაც არის არაბუნებრივი, სინთეტური, ბევრად ადვილი არის მასე მოვლა, ანუ კარკაშებზეც უკვე, ანუ კარკაში როდესაც ის არის, რა ქვია, გათვალისწინებულია, რომ ორივე მხრიდან შეგიძლია ჩადო და აქვს ეს, რა ქვია, ამას წყლისგან დამცლელი, ანუ უკვე ბევრი ნიუანსი არის, რითიც ვაფასებთ. კიდევ ერთ ვიტყვი, ბევრს გონია, რომ რაც შეიძლება მეც ჭრიდეს და საუკეთესო რო ჭრიდეს ეგეთი ფოლადები რომელია. არის პრაქტიკაში უკვე გამოცდილი, მეც ბევრი გამომისწია, Rex 121 ჭრის ჩემპიონი არის, გავიგე, მაგრამ ნუ Rex ჭირდება დრაგზე რო დავაყენოთ, კი, აჯობებს ყველას, მაგრამ
აქვს ადამიანს სახში ედო წაიღო გალესილი და დაუჟანგდა. დაუჟანგდა. ჟანგდება ძალიან ძნელი სალესია, ადვილად ტყდება. კაი, არ დაუჟანგდა, დაუშვათ რა პირობითად და ნუ რომელიღაცა მეხუთე იმაზე ტახზე всё რა დაბლაკდა რა. ის კი უნდა გალესო. ხო, ადგილზე მისი ჭუაზე მოყვანა ნამდვილად ძნელი არის, მაგრამ ისევ დაუბრუნდები მიშა კოროზიას. კოროზიასკენ მიდრეკილი რო არის დანა. შესაბამისად, რაც უნდა იყოს ტყეში, გინდა არ გინდა. მაგნისი ადგილი იქ არ არის, მე ესე ვხედავ. გიჟანგდება რა, ეგეთი დანა ვისრათ თუნდა, რომელსაც აი ზედგადამკვდარი ყურადღება ჭირდება, ხო, როცა სხვა რაღაცეები გაქვს, საფიქრალი პირიქით გინდა რომ მაქსიმალურად კომფორტულად ნაკლები საფიქრალი ქონდეს რა და დანა კოროზიისკენ რო არის მიდრეკილი, რაც უნდა გალესილი იყოს, პირით კოროზიისკენ და მიდრეკილი შესაბამისად პირი რო დაჟანგდება, ბლაგდება. მაგალითად, რესორისგან მე მქონა გაკეთებული დანა, სანამ წაიღო რო გავლესე, სანამ წაიღო მოხარებელმა, მოვიდა და ფურცელს აღარ ჭირდა, იმიტომ რომ დაჟანგებული იყო. მოდი ახლა ეს რაც გავაკეთოთ რა. მოდი ამოვალაგოთ ეს დანები და დავახასიათოთ თითეული და პლუსი მინუსი ვთქვათ, რომელი რა ტიპის ნადირობისთვის უფრო განკუთვნილი არის, მოდი ესეც ვთქვათ, რომელი შეიძლება თევზაობაზე იყოს, რომელი საერთოდ არ ვარგოდეს მაგ საქმისთვის და რაღაც ერთ სანამ მაგებს გადავალთ, ამოიღე შენ, მოდი ამასაც ვიტყვი და ამდანაც გადავდებ გვერდზე. არა მინდოდა ყოფილი. всё, მაშინ კაი, იყოს მან, ჯერ ხმა არ ამოიღე. იყოს ეგ მან, რა სიძახი ეგ უნიკალური დანა არის. ეგ არის უნიკალური დანა. აბა, აი წინა ვიდეოში Cold Steel-ზე ვსაუბრობ. Master Hunter-თან ლამინატი. სამი ვიზია? ამას არ გავხსნი? სამი ვია? კი ბატონო, სამი. არა, ლამინატი უნდა იყოს ეს. არა, სამი ვია. სამი ვია მომიღია კაცო, უშე. ლა, სიგიჟე და ბატონო. ბატონო. და მეც მაქვს წარმოდგენილი. ეს გაქვს წარმოდგენილი. სამი დანა. კი ბატონო, აგერა ესეც აქ იყოს მათ შორის. უშლა ამის გახსნა არ მინდა რა. აი ეს მასალა დაახლოებით რა. კარგი, კრივექს. კი ბატონო. მოდი შევხედოთ ნალეს, დავიწყოთ ნალესით. ნალესებით? მიდი შენ დაიწყე და გამოყვები, აბა ისი თქმა გინდა. რომელს აქ ყველაზე ისეთი რა ქარხნულად კარგი ნალესი რა. რა გვაქვს, ბენჩმეიდები გვაქვს და კოლსტილები გვაქვს, ხო, მეტი იდეაში არჩევანი არ გვაქვს. კი ბატონო. ხო? ხო, ნუ აქ просто ხო, ამაზე ლაპარაკი მგონი ზეწმეთი. მაგრამ ეხლა აი ეს დანა, ხო, უკვე არღვევს იმ ზომებს, რომელიც ჩვენ ვთქვით. არა, პირდაპირ ქვია Master Hunter. კი ბატონო. ხო, მართლა დებილები ხო არ არიან, ხო, რომ დანას მონადირის დანას არქმევენ და უკეთებენ ესეთ სკელ ყუას. რას ფიქრობ, რატო? მე მაქვს ჩემი რაღაც აზრები. შენ როგორ ფიქრობ, რატო არის ეს სანადიროდ განკუთვნილი დანა? მოდი მე ვიტყვი, შეიძლება არასწორად თქვა და მე შენ ჩემი აზრით თქვი. კი ბატონო. ჩემი აზრით ყოველთვის რაც არ უნდა იყოს, ვინც აკეთებს დანას, ის თავის ფილოსოფიას დებს. შესაბამისად, წეღარაც თქვით, რომ თავისებურად შეიძლება ესმოდეს ყველას ეს ნადირობა და თავისებური ხასიათიდან გამომდინარე იყოს მის ნადირობის სტილიც. კი ბატონო. ხო და ამ ყოველს შემთხვევაში გამოიცანე შენ ახლა ჩემი ჯანაფიქრი. ამ შემთხვევაში ტარი გვაქვს SRK მოდელის, რომელიც აბსოლუტურად არის ტაქტიკური, საჩხუბარი ზუბილადანა და აქ ფოლადზე გვაქვს გამოყენებული CPM 3V. კაროჩე ზრლებიც უნდა დავშეხოთ და ხო, ისევ და ისევ კოლსტილის ფილოსოფია არის რა, CPM 3V არის, რომელსაც მჭრელი თვისება აქვს მიახლოებით S35V-ის, S30V-ის, თუმცა არანორმალური რესურსი აქვს, თქვათ, ესე ვთქვათ, დარტყმა გამძლეობის. ხო, დარტყმა გამძლეობაზე, რა ესე ქართულად რო ვთქვათ რა და შესაბამისად ყუაც, ალბათ რამდენი 5 მმ აქვს, 4.5-ზე ნაკლები არ იქნება. არა, 4.5-ზე ნაკლები ნახოთ არა. მოკლედ, გაჭრის ეს დანა, კარგად გაჭრის CPM 3V შეიძლება ვთქვათ, ჩემი შეფასებით 1.5 კულა აქვს და ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ჭრის ხარისხი ძალიან კარგი აქვს, იმიტომ რომ ძალიან კაი მჭრელი თვისება არის ეგ რა და გაჭრის, თუმცა ნუ დაანგრევს ყველაფერს ასევე. მე მაქვს ერთი კიდე ესეთი მომენტი, რომ გადაცემა მაქვს ნანახი, სადაც არის შეფასებული CPM S მოდელი. ეს მოდელი, ხო. CPM 3V, Sanmai, ხო. და რაღაცა SRK ჩვეულებრივი თუ ეს გაყუთი თუ რაღაც რა. ანუ ჭრაში, ანუ თოკზე ლაპარაკი რა, ძალიან ოდნავ უგებს ეს Sanmai-ს.
აი როგორ ოდნავ უგებს, იცი? 40 წელი თუ 35 ჭრით მეც აკეთებს ვიდრე ის რა და ეს რადია ეს ვიდეო რა ანუ ეს ტიპი ყვება რომ მე სანადიროდ მირჩევნია ისო ის მირჩევნიაო რა ანუ სანმაი მირჩევნია სანადიროდო გალესვისთვის იმისთვის ამ ბევრ რაღაცას ყვება რა და ანუ ეს არის აი დღემდე კამათის საგანია კოლტტილის მოყვარულებში რომ Master Hunter-ი ძალიან პოპულარული მოდელია და სანმაი თუ სამვიზე რა აი ესეთი ამბები არის კომენტარს გავაკეთებ რაღაც ჩემი გამოსვლებიდან ჭრებიდან ჭრიდი ხოლმე თოკებს ძალიან ძნელი არის მოკლედ რაღაცა სწორი საზომის მიღება ვთქვათ რა არის და როგორ არის იმიტომ რომ მე საზღვარგარეთ ესენი ბევრს კი ტესტავენ მაგრამ რატომღაც მარტო ლარინტომასი მინახავს რომ ლესავს და ლესვას აქცევს უდიდეს ყურადღებას ანუ ეს ჭრილთვისება რო გამოვლინდეს მაგაზე გადამწყვეტი არის ლესვა თუ როგორ არის განალესი და რა გრადუსი არის განალესი თვითონ გრადუსიც კი თulis მაგას ჩემი შეფასებით და გამოცდილებით რაც მე მიჭრია თოკები ვიჟიაც ამან მინიმუმ 50% უნდა აჭროს უნდა აჭროს ეს ეთყობა იქ რაღაცა გრადუსებში მინიმუმ 50% უნდა აჭროს რა თუ თქვათ შედარებით მაღალ გრადუსზე გადალესე ერთი ან მეორე ან თუდად გადალესე ვერ გამოვლინდება ფოლადების ესეთი მჭრილი თვისებები ესე შეიძლება ვთქვათ აი მაგალითად აი ესე ვიტყვი რა 36 გრადუსზე თქვათ ვიჯიათ მას რომ გაჭრა შეიძლება 100 თოკი და ამან გაჭრას 150 ჯერ ხო ორივე 50 გრადუსზე გადალესო ორივე 50 ორივემ შეიძლება გაჭრას სიტყვაზე 50 ჯერ მიხდი ანუ სხვაობა იყოს ძალიან მცირე ან შეიძლება თქვათ 2-3 იყოს სხვაობა რა ხო და ძალიან ძნელი არის მაგის თქმა თუმცა ნუ მგონია რომ ვეჯიათზე კარგად მეტად უნდა გაჭრას. გასაგებია. всё, კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის მოკლედ და ანუ ამის ახსნა ის არის რომ ვინ როგორ ნადირობს. აი ვისაც ეგეთი უხეში ნადირობა უნდა აგერ იმისთვის გვაქვს ბატონო. კი. ბატონო, აბა ეხა ეს ერთ-ერთი ყველაზე რაგჰორნი ძვირად ღირებული დანა რა. ფასიდანაც გამომდინარე ძალიან სპეციფიური ფოლადია აქაც. 1000-ზე მეტია თუ 1000 ფარგლებში? 1000 ფარგლებში. ქრუვი არის გვაქვს აქ. კიდე ერთი აი მაგდაგვარი სამი ვის ბიძაშვილი. ხო და აბა აქ მითხარი შენი აზრები ახლა. რა ხდება? როგორ ხდება? ჩემს ეს არის ეს არის უკვე კლასიკური სანადირო დანის პარამეტრებში ჩემი აზრით. ყუა გვაქვს აქ ალბათ 3 მმ, 3-ზე შეიძლება ცოტათი მეტი იყოს და პირის დაშვებები აქ გვაქვს 0.4 მმ ალბათ რა. ანუ ძალიან კარგი თვისებები აქვს. ნამდვილად. კარგი სამუშაო, კაი მჭრელი, ადვილად გასალესი დანა იქნება, რომელიც თქვათ ქრუვიერიდან გამომდინარე, იმდენად ადვილად თქვათ არ გაიკეთებს პირზე თქვათ დაზიანებებს და გაპატიებს имას, რომ თქვათ ფრინველი იქნება, ფრინველი ბოლომდე მაგრად დაამუშავო, ხორცის შემთხვევაში იქ სახსრებში თამამად შეხვიდა და პატარა რაღაცებზე შეიძლება თქვათ დატვირთვები მიცე. კიდევ ერთხელ დანადირობის სტილიდან გამომდინარე და რაზე ნადირობთ, ის სხვა რაღაცისთვის არის გათვლილი, ეს სხვა რაღაცისთვის. აქაც ახლა კარკაშზე ვთქვათ რა, ჩადე? ხო, კარკაშები ყვირალაფერი, ისეთი რომ ტყეში ვისაც გაქვთ გამოცდილება ტანსაცმელით მე მინახავს რომ ხშირად ამფერებში დადიან, რომ კარგად ჩანდეს. კი ბატონო, რა გინდა აქ გაუყრე, გინდა გაუყრე თუ გინდა მოლეს სისტემას ცალკე იმას რა ქვია, მულტიკლიპსაც იყიდი და ენებ ყველაფერს გააკეთებ, არ ვიცი. საოცარი სანადირო დანებია გბენჩმეიტს რა. ხო და აბა ეგ მანდ როგორ დანას ხედავ, ვიცი რომ აი ეს ამდანით უნდა წახვიდე დინოზავრზე ჩემი აზრით სანადიროდ რა. ნუ მოდი ისიც ითქვას რა ბენჩმეიტები რატო გვინდოდა ეს მაგრად. ხო. დასაკეცი მოდელებიდან გამომდინარე არ მიუხედავად იმისა რომ იქ ძალიან ბევრი მაგარი დასაკეციდან აქვს. პირადად მე ფიქსები მიყვარს ამათი და მაგის გამო მქონდა ძალიან დიდი სურვილი რომ ფიქსები გქონოდა ჩვენ არჩევანში და ეს არის შეინ სიბერტის მოდელი სამწუხაროდ ნუ სახელს დავაწერთ ზუსტად მოდელის სახელი რაღაც უცნაური სახელი ქონდა. კაი მაგას დავაწერთ. და ბუშკრაფტერ თუ რაღაც ქვია პირდაპირ. მაგრამ დავაწერთ სახელს კი ბატონო. არა ბუშკრაფტერი მე მგონი სხვა არის. ნუ მოკლედ შეხედავ ვითომ პირის სიგრძე, რაღაცა ფორმა, ყველაფერი ისეთი რაღაცა სანადირო დანის პარამეტრებში არის. თუმცა ზუბილა ჩვეულებრივი ზუბილა არის და არ ვიცი, აი სუფთა ტაქტიკური დანა არის. სუფთა ალბათ აი უკრაინაში რო ვაგზავნიდე დანას, უკრაინაში ალბათ აი ამ დანას გავაგზავნიდი. მოდი მე ხე სხვანაირად კითხავ. კლასიკურ ბუშკრაფტზე ამას ვერ გამოიყენებ?
ერთ წამათხოვე წონა არ მახსოვს რა მაგიტარ. მითხარი შეიძლება პასუხი. სუბუქი არის, კლასიკურზეც გამოიყენე. უშკრავზე ამას გამოიყენებ. მაგიტო ვიცახი რომ ანუ ჭრელი თვისებაც პლუს მინუს ექნება, თუმცა ძირითადად თვისებები გადახრილი არის მაინც იმისაკენ რომ აი მართლა ჟესტსაც გაჭრი ბოლომდე, ხესაც გათალი, რაღაცა იქნება თავი ლუკი ასახდელი, მაგასაც ახდის ბოლომდე. ყველაფერსაც გააკეთებს და დაყვანაც ისეთი აქვს პლუს მინუს რომ რაღაცა საველე პირობებში გალესავ კიდევაც და რაღაცასაც გააჭრევინებ კიდევაც. კიდევ ერთხელ სანადიროდანა ეს არ არის. ანუ ჭრა ამისთვის არის ალბათ ვთქვათ 10-15% დანარჩენი არის აი ეს უხეშია, მაგრამ ამით ვინადირებთ, ამით ვერ ვინადირებთ. კი ბატონო, კი, იმიტომ რომ ამას ვთქვათ, სიმაღლე მაღალი აქვს, დაშვებები სხვანაირი აქვს, შედარებით ნელა სქელდება დანისპირი, ამისი არის და სოლი არის, უკანო სქელი არის, სოლივით არის და ნუ ძალიან უხეში დატვირთვებისთვის არის. კი ბატონო, აბა ეხა გადადი გენიალურ დანებზე, რომელიც გენიალურ დანებზე გადავალ და ეს არის და მეორე არ ვიცი, მეორე შენ თქვი. მოდი სანამ მაგებზე გადავალ ერთს ვიტყვი რომ ჩემი გამოცდილებით საქართველოში უკვე ყავს რაღაც ნენელა გამოცდილი ხალხი და ერთ-ერთი კოლექციონერი არის რომელსაც აქვს მე რაც გამილესავს იმის დანები 1.50 ფიქსი მაინც აქვს და ძალიან პოპულარული არის საქართველოსთან თურქეთში დადიან ხოლმე სანადიროდ რო ამუშავებენ ხოლმე ოღონდ ხოცავენ იქ კიდევ სხვა რაღაცეებს და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ აი ეს ადამიანი რომელსაც აი ამდენი ფიქსი აქვს და ყველა კარგად გალესილი აქვს და სხვადასხვა დანიშნულების არის ნუ ამაზე კარგიო მე არ ამაქვსო ანუ პრაქტიკაში ისე და ისე ვთქვათ რომ ამდენი სანადირო სტილი და გამომდინარე ამისთვის არის ეს იდეალური ანუ ვერ დავაბლაგვიო ანუ თვითონ დანა უკვე ცოტა სხვა პარამეტრების არის თხელი არის დანას ქვია მიდკრაფტერი ანუ ეს უკვე ვთქვათ ძვლებზე რაღაცა საერთოდ თვითონ წონაც აღარ აქვს ეგეთი მაგრამ ჭრელი თვისება თავისი სისქიდან გამომდინარე და ფოლადიდან და იმ პირის გამოყვანა გამომდინარე აქვს საოცარი და ადამიანო რამდენი მითხრა 15 ღორი მაქვსო დამუშავებულიო და უბრალოდ რომ მოხვდა გამოვართვი გასალისად თორე არაპირებდა გალესვას ერთ რაღაცას დავამატებ მე უბრალოდ ჩემი აზრით ეს ისეთი დანა არის რომ გამოცდილება უნდა გქონდეს უკვე ადამიანს აი ამ საქმის რა. ეს რომ ახალ ბედას მისცე მონადირეს გატეხავს. ანუ მაგას ვიძახი. აი იმას უკვე იმხელა გამოცდილება აქვს რა, რომ ამის რესურსი გაწურა, ანუ კარგად შეისწავლა რასაც. მიხვდა რომ ზედმეტი არ ჭირდება რა, არაფერს არ შეხავს, არაფერს არ ანგრევს და პირიქით სიამოვნებს რომ კარგად გაატყავოს და კარგად ხორცი ამოიღოს, კარგად დაამუშავოს და აი ამ დანას აქვს აი ყველაფერი და ერთ-ერთი აი ეს მოდელი იყო რატომაც მინდოდა რომ შემოტანა, იმიტომ რომ ყიდვა მინდოდა სანამ მექნებოდა ბენჩმეიდი და მაგის გამო რაღაცნაირად მოტივაციაც ჰქონდა რომ შემოვეტანა. საოცარი სერიაა საერთოდ. ძალიან მაგრები, საოცარი დანა არის და შენც კი შეესწარი წეგან ეს დანები უკვე სხვა დანიშნულებითაც მიაქვს რამდენიმე კოლექციონერს საზამთროსაც კარგად და აი აქედან კი ბატონო მე მოგვიყევი ბატონო ტოტო მოგვიყევი ერთი რა უკენით მაგდანა დღეს რო წაიღეთ ეს უნიკალური დანა რო აგვაცალე და არ დაგვიტოვე ყველანაირად რა მოკლედ სამზარეულო დანიშნულებით იდეალური არის დანარჩენი ფრინველზე და თევზზე და იმეებზე სავსებიცა თევზზე გადავალ ცალკე ყველაფერს ბოლომდე გამომკლავდება ნუ ხორცის შემთხვევაში და ნადირის შემთხვევაში ერთადერთი ძვალზე ვერ იმუშავებ სხვა მინუსი არ აქვს ამ დანებს კი ბატონო ანუ ეხა სამწუხაროდ მაგის ჩასადები გიორგის დავიწყდა და ეთყობა რომ ამოეღო ბრწყინვალე ჩასადები აქვს მოკლედ საოცარი შეფუთვა აქვს და ფასი რო არ არის იაფი ეს 1000 ლარის პარკლებში ვიანგარიშოთ მოდი ანუ აგერა 15 ღორი და მაგიტო ღირს მაგდენი მოდი პარამეტრებსაც ვიტყვი ამისი 3 სამნახევარი არ იქნება 3 აქვს ისკე თუმცა დათხილება ეწყება წვეთისაკენ ძალიან ნენელა თხელდება და მაგის გამო საშუალებას იძლევა რომ ესეთი ელასტიკური არის თუმცა საკმარისი არის იმისათვის რომ დისკომფორტი არ იქნება ადვილად არ იყუნება ყველაფერს მაგრად დაამუშავებს და გადავდივართ მიხეილ ბოლოდანაზე კი, ბოლოდანაზე გადავდივართ, მე ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი შენიშნებართვით ამის მე უბრალოდ. ნუ ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ fish crafters, ეს თუ არის meat crafteri, ხორცსამუშაო, ეს არის თევზის სერია, ზღვის სერია benchmade-ის და ესეც საოცარი დანა არის, ეს უკვე სათევზაოდ ვიზად ეხარ და ბევრი თევზის დამუშავება გიწევთ. გინდათ სამზარეულოში, აი ეს არის ალბათ გამორჩეული დანა. ნუ ფოლადი შეეული არის შესაბამისად მაგნაკათი არის დღევანდელობის ალბათ პრემიუმ ფოლადი, რომელიც
ძალიან ძნელად შეიძლება დაჟანგდეს და ძალიან კარგი პლასტიკურობა აქვს, თუ ელასტიკურობა და ძალიან კაი მჭრელთვისება აქვს. ნუ პარამეტრები აქვს ამას იგივე, რაც ამას, უბრალოდ სიმაღლე აქვს დაბალი, დათხილება აქვს დაწყებული მეტი და ამის გამო ბევრად უფრო ელასტიკური არის, ბევრად უფრო ელასტიკური არის და არ ვიცი. ესეთ დანებს უკვე ლაზერებს ვეძახი, მიშა რომ ლაზერები ვიჭრიან. აი ძალიან მაგრები არის. დიდი ძალიან მაგრად მაინტერესებს მართლა აი ამით სიამოვნებით გავჭრედი რა რომ ამით გინა ფილეს საოცარი დანები არის. ფილირებას გავუკეთებთ. მე რა მინდა იცი რო თქვა შენიშნება რთვით ანუ მოკლედ ყველაფერი საბოლოო ჯამში მართლა მიდის ბიუჯეტთან და სანადირო სეზონი იწყებაო ადამიანმა რომ დაგვიწერა კომენტარში ხო ანუ იდეაში ნებისმიერი ბიუჯეტი შეგიძლიათ რომ მოახერხოთ ნორმალური დანის შეძენა რა ერთი კონკრეტული მოდელი მაქვს წამოღებული როუჯბელის გარდა ანუ დაახლოებით 4 დანა არის კოლსტილის სერიაში ამ წუთას რაც გვაქვს მინიტაქსას ვიტყოდით კარგები არის კი ბატონო კი ბერდენ ტრაუთია მოკლედ არის რა დანები რომელიც შესაძლებელია ძალიან მისაღებ ფასად შეიძინოთ განზოს აქვს კიდე ფანტასტიკური დანა რომელიც უნივერსალურად მე მგონი ყველაფერზე მიდის ის დანა ხო შესაბამისად ასევე არის ძალიან კარგი დანები აი 200-დან 300 ლარის ფარგლებში CVV-ს, კაიზერის ანუ არჩევანი ბევრია გნებავთ ბიუჯეტურში მობრძანდით მედანეში და ჩვენი კონსულტანტები ძალიან კვალიფიციურ ასე ვთქვათ ყურადღებას მოგაქცევენ და აგიხსნიან ცოტა მაღალ სეგმენტში შეგიძლიათ მობრძანდეთ ლესეში და აქაც იგივე სიტუაცია დაგვხდებათ. ანუ ვისაც სანადიროდ გინდა შეიძინოთ, მობრძანდით საკმარისად გვაქვს დანები. კაი თქვი მიხეილ მაგაზე მეც დავამატებ. აქ ცოტა პრემიუმ დანები გვაქვს ზირთადად წარმოდგენილი და არის ფიქრობ რომ რახან ესენი მაგარი დანები არის, ხვები არ მუშაობს. ესეთ შედარებას მოვიყვან და ესეთ მაგალითს მოვიყვან რომ საქართველოში და ქართულ რეალობაში მე რაც მინახავს რესორებით, პაჩევნიკებით და რაღაცის პალეცებით და კლაპნებით ხალხი დადის სანადიროდ და იძახიან დანა არაბლაგდებაო და მაქედან გამომდინარე ჩინელები აი ძალიან ბიუჯეტურ ფასებში აკეთებენ ძალიან მაგარ დანებს, ასე რომ არის ფიქრობთ რომ ამის ქვემოთ რაღაცა დანამ შეიძლება რაღაცაში ვთქვათ დანაკლისი დაგიტოვოთ რომ რაღაცა კარგად ვერ მუშაობს. მინი так მოუვიძე რა შეეხება, ვაფშე აღარ გვაქვს ეგ დანა, ისე სადა, кай ცხოვრება, გაიყიდა, დამთავრდა. 50-დან 200 ლარამდე ძალიან მაგარი დანების ყიდვა შეიძლება სანადიროთ, იგივე პარამეტრებით თუ შეარჩევთ, დანარჩენი ვისაც გაქვთ საშუალება, კი რა თქმა უნდა კარგია რომ ბრენდი არის პრემიუმ მასალებით, თუმცა აი ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე რა, რომ ეკითხებიან თქვათ ეს როგორია და ის როგორი არის, ეს ხო მაგარი არის, მაგრამ ეხლა პრიუსი მაგალითად ხო არ არის აი მაგარი მანქანა ხო არ უნდა პრიუსზე ბევრად მაგარი მანქანები არის მაგრამ ხო ყველას ყოფნის რა ჩვენც აყავს ოჯახში და ყველანი კმაყოფილები ვართ იგივე თემა არის იმ ბიუჯეტური დანების შემთხვევაშიც კი შეიძლება ის არ არის თქვათ ლამბორგინი და ფერარი და ასე შემდეგ მაგრამ სავსებით საკმარისი არის და მეტი შეიძლება არ გჭირდებოდეს ო ნუ პრიუსის ზევით მე კამრი არის და აგერ კამრი არის კაიზერი და CVV და ნუ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ სავსებით საკმარისი არის ყველა ბიუჯეტში მობრძანდით დაგახვედრებთ დანებს რა ვიცი მე კიდე ერთხელ აღვნიშნავ რომ არც მე არც გიორგი არ ვართ პროფესიონალი მონადირეები მაგრამ რაღაცეები გვესმის ჩვენი დღევანდელი არჩევანი მე მგონი მე მომწონს ნამდვილად რა დანებიც ავარჩიეთ უბრალოდ მართლა ვერ დავოდებთ ხოლმე რა ანუ ფიზიკურად არ გვაქვს საშუალება რომ ყველა დანა რაც გვაქვს მაგალითად სანადირო დავდოთ აქ 70 დანა და ვისაუბროთ რა ასე რომ შევძანდით საიძე მედანეჯი საიძე ლესეჯი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი მთავარი სტიმული არის თქვენი კომენტარები თქვენი გამოწერები კომენტარებში ამეტანი ნუ გაგულანძღავთ თქვენთვის საინტერესო კითხვები დაგვიწერეთ და რა ვიცი მადლობა ყურადღებისთვის მადლობა და მომავალ ვიდეოებამდე კარგად იყავით